გამარჯობა მეგობრებო. როგორ ხართ? ბავშვების დაბადების დღის ბუშტები კიდე ცოცხლები არიან. უფრო სწორედ 11 ცოცხალია, სამიანი აღარ. ამაშია. როგორ ახალ ლილუშკა? ქსია ხოსენ. მოგიტანო თივა. ხო. ესე მათხოვრობს ხოლმე, ესე ითხოვს საჭმელს, ესე ითხოვს რამე გემრიელობას, როცა შია, ეხა მე წავალ მოუდან ამას თივას, აივანზე გვიდევს. თემუკა და მილენა სკოლაში არიან, სალომე და კამილა სახლში არიან. დღეს მშვენიერია მინდია, შეხედეთ. ძალიან კარგი ამინდია. წეღან უფრო თბილო და ახლა უკვე ცოტა ოდნავ ქარი იგრძნობა. მთელი დღე აივნის კარი ღია გვაქვს. მიუხედავად ოდნავ ქარისა, მაგრამ არა უშავს. სუფთა ჰაერი ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტესად როცა სულ ცოტა რაღა დარჩა, სრულიად ერთით ვეღა და ზაფხული დაიწყება მეგობრებო. ძალიან მიხარია. წავალთ სოფელში, ძალიან ბედნიერი დღეები დაგვეწყება, უბრალოდ უფრო ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, ბავშვებს ძალიან უყვართ სოფელში ყოფნა ზაფხულში, რა ვიცი, გეგმებში ბევრი რამე გვაქვს. მოკლედ. აქაც ძალიან უხარიათ ხოლმე გიული ბებოს დაჩაზე ყოფნა და ასე შემდეგ. ეხლა ავიღებ თივას და ვაჭმევ ჩემს გოჭუნას. ამ დღეებშიც კიდე როცა იქნება ესეთი თბილი დღეები, მე აუცილებლად ჩავიყვან კიდე ბებოსთან, აი ესეთი თივა ვიყიდე. იმ დღეს აი აქ ფონიჭალაში, ვისაც ფონიჭალაში აინტერესებს ცხოველების მაღაზია, ვიყავი წინაზე. ვიყიდე მაღაზია დიასახლისთან, ვინც ქვემო ფონიჭალაში ცხოვრობს ალბათ იცის. მაღაზია დიასახლისთან ეგრევე არის პატარა შესახვევი და იქ იყიდება, ესე არაფერი არ აწერია, არანაირი დასახელება არ აქვს. ღირდა 6:30 თუ არ ვცდები, როცა სხვა დროს ზუსტად ამდაგვარ შეფუთვას, ოღონდ დასახელებით რაღაცა ფირმის დასახელებით, არ ვიცი ზუსტად ვყიდულობდი 10 ლარა 11-ელზე. შეხედეთ როგორ მათხოვრობს, შეხედეთ. დამის გადმოხტეს გალიიდან. ეხლავე მოგცე, მე ეხლავე. მოდი. შემატხოვალოსინ. ისეთი ყოველ დილა იწყება ამისი ჭყიპინით. ჯერ ამას ვაჭმევ და მერე ბავშვებს. ნახე რაშვრება. ხო დაგიდე უკვე, ჰა? ხო ჩაგიყარე გალიაში. იქიდან უფრო გემრიელია? ხო? ლილუშკა. აჰა კიდე. ეხა წავიდე მეც. ხო შეიძლება მეც შევჭამო ეხლა. ნახე, ამას უყოლეთი, როგორ გლიჯავს. თეონამ გაგვიკეთა გემრიელი პასტა. ეხლა უნდა დავაგემოვნოთ, სუნები აქამდეც მოდის. პასტა ტომატის სოუსში და აბა ერთად უნდა ვნახოთ ეხლა. ცოტას დაგიდებ, ძალიან ბევრი არ მოგივიდეს შენ ქალბატონო. ან როგორ ჭამს ამ ხმელებს, მე არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ. მაგრამ გეყოფა მე მგონი, რა სიტყვი. ამას მე პარკში ჩავდებ. კაი, ერთიც. გეყოფა ცოტა ხანი. აბა შენიც გემრიელად მიირთვი. აბა თეონამ გაგვიმზადა პასტა. შეხედეთ. გემრიელად გამოიყურება ძალიან. მწვანილებით, თეონა რა არის შიგ? ტომატ პასტა. კიდე? ხახვინი 2. კიდე? მეტი არაფერი?
ძალიან გემრიელი სუნი აქვს. კიდევ მოვიმზადე ერთი ჩიქა წყალი. იმიტომ რომ წყალი ძალიან მიყვარს და თან ცოტა მარილიანიც იქნება სავარაუდოდ, ასე რომ აუცილებლად გვჭირდება. მოდით დავაგემოვნოთ ერთად. ძალიან მაინტერესებს ამის გიმო, ესეთი მე არ გამიკეთები არასოდეს. ძალიან გემრიელია. ვერ ვიგებ. ცოტა სიმწარეც აქვს. ვერ გავიგებ. რონა სიმწარერით გავუკეთე. აჯიკა. კარგია ძალიან. მიყვარს ძალიან ეგეთი რაღაცები. ოდნავ სიმწარე რო გადაკრავს, ძალიან მიყვარს. სხვათა შორის ყველაფერში წიწაკას ვამატებ. მე ძალიან მიყვარს მწარე რაღაცები და მჟავე. ტყემალზე, მჟავეებზე და მწარეებზე ვგიჟდები. ეხლა ვიდე. ძალიან გემრიელი. თეონა ბავშვები რო ეტყვიან ხოლმე 10-დან 10. ყოჩა. მოდით მეგობრებო, გავსინჯოთ ეს გოზინაყი. შეხედეთ სხვადასხვა გემოებით არის, მე მგონი მიწის თხილია, სეზამის მარცვლებით და მზესუმზირა. ნახოთ აბა. ძალიან მაინტერესებს. აგერ შეხედეთ რომელი მოგწონთ ეს ჩვეულებრივი მზესუმზირა არის ეს მაინტერესებს ძალიან მზესუმზირა ბევრჯერ გამისინჯავს ესეც მაინტერესებს მოკლედ მოდით სალო დაუწირა ცოტა ვაი როგორი მაგარია ვაი მე ამის კვირები მომცა მეტი არაფერი მინდა ზოგადად ხელით რო გავტეხე ძალიან მაგარი მომეჩვენა, მაგრამ მოდით აბა ვნახოთ ისე. პირში როგორ იქნება. ასე ვთქვათ. სადოთ. არ ძალიან ახალია მინდა გითხრათ. მაგრამ სეზამის მარცვლები იყო რაღაცა სასწაული, სიმართლე რომ გითხრათ. არ მეგონა, იმიტომ რომ სხვა დროს ეს არის ხოლმე რაღაცა ჰაეროვანი, ფაფუკი და ასე შემდეგ. ეხლა არის აი ქვა. ვიმეს თუ გიყიდიათ, აბა ეს. დააკვირდით. სხვა დროს ყოველთვის ესეთი მაგარია თუ სხვა დროს უფრო ახალი იყო თქვენი აზრით, აბა მაინტერესებს. თუ ყოველთვის ესეთია, მაშინ ყიდვა საერთოდ აღარ ღირს და აღარც ვიყიდი. და თუ არა და შეიძლება ყიდვა არ ვიცი, აბა ესეც მაინტერესებს. ეს არაქისი. ამას კიდე იმდენი კარამელი ასქია თუ რა ვიცი რა, არ ვიცი მართლა ჩემი პლომბები რას მეტყვიან. არ ვიცი. პატარ. ეს უფრო ადვილად დაიშალა. მესინია. Мама, где компьютерная мышь? Мама, где мышь? Здесь он зря программировали его. Видишь? Где мышь? Мышь Ну, где? чем я зрит? Нравится. А ты дан? Отхи. Метиара. Эхлаве. Или шенхар. Привет. Hello. Ты мила майзи. მოგჩენ ბარეთ და გაიქცე. თემუკა გინდა გავახრო. აქ არის რა იყო? დაგმენი ხო? დაგმენი ხო გიყავს. პირველი ნაწილის ფოტოები გადავიღე და უნდა წაგაკეთე. მილე. მოდი დედიკო მოგცენ ბარეთ. თეო 1 კილო თუ 2? რამდენიმე ფოტო მაგდა მე რომ მოშები ამ ქვილი. წადი 1 კილოიანი იყიდე. მაგას არ მოაძრო რა. ადეტრია. ბოლო დარჩა. ის და ის პლონკა ცოტა ვერა კარგად დაკრობილი და არ მოაძრო. რა ვარად?
არ მოაძრო იქ ნომრები აწერია. 1 კილოიანი ცოტა პატარა შეკვრა რომელიც არის ეგ 3 ლარამდე რაღაცა ეგრე ღირს. ჩემი პაროლი ხო გახსოვს? 1 კილოიანი? 1 კილო ფქვილი მოიტანე, ხო. ბუმაჟნი უპაკოვკაში შეკვრა. მელე ლობიო უნდა გაჭამო, ან სუპი? ლობიო. ლობიანი თუ ლობიო? ლობიო. ორივე. ვიცი. რა მიიღე დღეს? 10-იანი. ინგლისურში? მართლა? დეკაფული. რიგი? ინგლისურში მართლა 10-იანი მიიღე? რომ მოვუწევი ხო? მართლა, ყოჩახდე. მაგაზე კარგად არ მოვიდა. მეს მივიღე დღესათი. ყოჩახსალო. რაო ქართულში? ხოინა და ჩამოვიდა. დე ქართულში რაო? ნუ არ ტყა. აგერ მოვიდა დედა. მოვიდა. მოვიდა. გეშინია, მოდი კაცო აქ არა ვარ. მედი აბა. თუ რაღაცა დაიყვირე. ეკრი არა. წავიდა. აბა ჰე, 1 კილო დე. გეფსურაცა. აბა. პეპი და ხატა კამილა. დეფერსაცველი ეს აი პრიმერ ამონახაზით გავკეთო. ცოტა კიდე გრძელი გავუკეთე ფეხები. ხო. ხო ცოტა უფრო გრძელი წინდები ხო უნდა დავხატო. პეპი გრძელი წინდა, მთავარი აქსესუარი აქ წინდებია. ხო ჩახდე. ამაზია, საყვარელია აი ძალიან. პრიმერნა მოვდივარ დე. ეს ფიზიკალად კუფილა. კარგი. ნაზაჩი. აჩვენება. ოჩა, კარგი გოგო ხარ. ეხლა გიქნება ალადიკები. ვინ იყო? კარგი გოგო სკოლაში. იცი დამრიგებელი შემკვრა. ეხლა? მაღაზიაში? არა. მაშ? მაღაზიიდან რო გამოვედი გზაში. დალამაცი გოგო ხარ დე. ტუყნები არაფერით არ დამისვრია. ოჩა. დამანჯი ახალი ბოტასები ჩაიცვი ხო? ხო. კომფორტულად გაქვს? კი, შენი არჩეული სხვადასხვა რო ყოფილიყო. ხო. ფეხი არ მძვრება 35-დან. 35-დები. ხო, მე გეძახთ, გეუბნებოდი რომ სპეციალურად ეძებდა უფრო პატარებს. ხო, მეგონა დიდები გექნებოდა და ჩუმის სიყვარული. ესენი ხა დედას ტუფლებს გავზომენ და ზუსტად ერთი ზომის არილანი. თითქმის მე 36-დები, მაგრამ შენ უკვე 35-დები გავგიჟდები. მაშინ ეს 35-ებია თუ პატარა ზომი. 25 არ ვიცი და ეხლა უფრო პატარა ზომის 35-დებია თუ ნორმალური ზომის, მაგრამ მოიტანე შენი. და მე არ მექნება კარგი. თემუკა შენი მაისურისა დააგდე. გავზომე. სათლელი ხომ არა. და მასე ნუ იხდი რა გიხვეწები, მალე გაგიხოჭდება. თემუკა ეს დადეთავისებდა. ენერგი უნდა მქონდეს. ვინმე სათლელი ხო არა. მირენას არ ჩანთაში. მოიტა ფეხა ჩანთაში პენალში. აი ადრე შემჩა. ნუ თითქმის ხო ხედავ. და ეხლა მე რო ჩავყო ფეხი შეიძლება მე მქონდეს კარგად. აბა ჩაყოვე. კაცი? ეს კაცი. ნიბაისა. აი მე თითქმის დე. აბა ჩადე. არა ნუ მიჭერს მაგრამ ნუ აი მე არა მიჭერს. 35-დები არის და მაგიტო შენ 20. ამაძრე ხოჭა. კაი დე წამ გამოიცვალე და გაჭამო მიდი. სასაცილოა ხო? რო გაიზარდე ეგ არის სასაცილო. ჩვენი ლამაზი. მოდი გაკოჩა. ამ დროს 34-ებს ვიცავ კარგად მაგდა რო ესე ვადარე პატარა უფრო. ახლა კი უცებ ვიყავი მაღაზიაში. რაღაცა პროდუქტი ვიყიდე რაც გვაკლდა. ცოტა ხანში კი წავალ ცეკვის კრებაზე მეგობრებო, ასე რომ აი ესე დასრულდება ჩვენი დღე და ასე დამგვარად მოკლედ. რაღაცა უნდა მეთქვა და მომიფრინდა თავიდან. მოკლედ თეონამ არ ვიცი უნდა გაგვიკეთოს თუ არა დღეს კი ავადიკები სავარაუდოდ აღარ მინდა რომ თავის თქვა ძალიან შაკიკის წამალზე ვიყავი ჩასული აფთიაქშიც მოკლედ აი ესე დასრულდა ჩვენი დღევანდელი დღე და დავასვენოთ მაგრამ ხვალ აუცილებლად გავაკეთებინებ
და რა თქმა უნდა გადაგიხებთ. ბევრი ლაიქები, ბევრი კომენტარები, მოდი ამაზე დღეს დავასრულებ და ხვალეც რა თქმა უნდა კიდევ საინტერესო ვიდეო გელოდებათ. დროები და წარმატებები ყველას.